მოუბრუნდებით შემდეგი სასაცილო კვირაგული. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, ჩვენ მაინც მივიღებთ ამ კანონს და შემდგომ უკვე ძირითად პრინციპებს და შემდგომ უკვე მეორე მოსმენის პროცესში კიდევ მზათა ვართ მათი მოსაზრებები ჩვენ შიგნითაც უმრავლესობაში შესაძლებელია იყოს განსხვავებული აზრები, მეორე მოსმენის დროს უკვე მუხლობრივ განხილვაში შესაძლებელია კანონი დაიხვეწოს. ახალი ხელისუფლების სტრატეგიული ხედვა კონფლიქტების მოგვარებასთან და ჩვენ ტერიტორიულ და არამხოლოდ ტერიტორიულ ხალხის ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის დემოკრატიული, არის სწორი, მაგრამ ამავე დროს არის პრინციპული. ეს არის ჩვენი ხედვა. იმ რადიკალურმა ხაზმა, მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკა, მხოლოდ და მხოლოდ პიარმა და ამავე დროს არაპრინციპულობამ და პრაქტიკულად ყველაფერზე თავის დახრამ სადადმე მიიყვანა ეს ვიყანა მე ვფიქრობ ყველასთვის ნათელია. მე იმედი მაქვს რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ამ კანონ პროექტების შეელობაც გაგრძელდება და უმრავლესობიდანაც ცოტა უფრო საღი დამოკიდებულება იქნება კანონ პროექტთან მიმართებაში. მთავარია რომ ჩვენ შევძლოთ და მართლა არ დაუშვათ ის პრეცედენტი რომ რომელიმე ნაწილს ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაწილს ჩვენი საზღვრის მივანიჭოთ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ვიდრე სხვას. ამ კანონს გამოუცხადებთ ყველანაირ ომს, პროცედურულ ომსაც, იდეურ ომსაც და ყველაფერს. ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებისკენ საქართველოს მხრიდან გადადგმული პირველი იურიდიული ნაბიჯი. ესეთი გაუგებარი, ესეთი არალოგიკური და ესეთი სამართლებრივი თვალსაზრისით დამღუპველი კანონი მართლა რამ დააწერინა და რამ შემოატანიათ პარლამენტში.